გიყვარს ისტორია ისევე როგორც მე, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. დააჭირე გამოწერის ღილაკს და ერთად გავეცნოთ წარსულის ყველაზე საინტერესო და უცნობ ამბებს. მოდი დავიწყოთ. იცოდი, დედამიწაზე მცხოვრები ყოველი 200 მამაკაციდან ერთი მაინც არის ჩინგის ყაენის პირდაპირ შთამომავალი. დიახ, არ მოგესმათ, დედამიწაზე ცხოვრობს 50 მილიონი მამაკაცი, რომელიც არის ჩინგის ყაენის პირდაპირ შთამომავალი. ჩინგის ყაენი მისი ნამდვილი სახელი არ არის. დაბადებისას მას თემუჩინი დაარქვეს, რაც რკინისას ან მჭედელს ნიშნავს. სახელი ნამდვილად არ არის ცუდი, თუმცა მისი აზრით დიდ იმპერატორს ეს სახელი არ შეეფერებოდა. ამიტომ 1206 წელს მან სახელი შეიცვალა და მსოფლიოს ჩინგის ყაენის სახელით მოევლინა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩინგის ყაენი ითარგმნება როგორც სამართლიანი მმართველი. მიუხედავად მისი სისასტიკისა, ის რელიგიურად ტოლერანტული იყო. ის სწავლობდა ქრისტიანობას, ისლამს, ბუდიზმს თუ სხვა რელიგიას. აგრეთვე ოცნებობდა ისეთ იმპერიაზე, რომელშიც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არ იქნებოდა. ჩინგის ყაენის იმპერია მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი უწყვეტი იმპერია იყო. ის დედამიწის მთლიანი ტერიტორიის 16%-ს მოიცავდა ფართობით, 24 მილიონი კვადრატული კილომეტრი. ერთი საინტერესო დეტალი ჩინგის ყაენზე. როდესაც სპარსელებმა ჩინგის ყაენის ელჩს თავი მოჰკვეთეს, ჩინგიზი ისე განრისხდა, რომ სპარსეთის მოსახლეობის 90% ამოწყვიტა. ანუ ჯამში 40 მილიონი ადამიანი, რაც იმდროინდელი დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 12%-ს შეადგენდა. ჩინგის ყაენი 1227 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით ის ტყვედ ჩავარდნილმა ჩინეთის დედოფალმა მოკლა. საფლავი უცნობია, რადგან მისივე მოთხოვნით ის მდინარით დატბორეს, რომ სიკვდილის შემდეგ არავის შეეწუხებინა დიდი იმპერატორი. დააკომენტარე, იცოდი თუ არა ეს ყველაფერი. გამოიწერე არხი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს.